შთაბეჭდილებების ქვეშ მოქცეული წერან ვიდეოს დილით ადრე უთენია, არა ვარ ფორმაში, მაგრამ როგორ გადმოგადოთ ეს ემოცია, ამას ხოლმე ვერ დაუშვებ. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვცადე ისეთი ტექნიკის გაკეთება, როგორიც დახურულ ეზოთერულ სკოლებში ისწავლება და 97% ხდება ხოლმე, მეც გამოვცადე საკუთარ თავზე და ხო ისაოცრება. როგორ შეიძლება არ გადმოგადოთ ხალხო ეს ყველაფერი და იმედია ვინც ახლა მისმენს იმ 97%-ის 3% არ იქნება 100 და არა, აგიხდებათ აუცილებლად აგიხდება და საქმე რაში არის. ამას ქვია მომავლის სამადლობელი, სურვილების სასრულებაზე ორიენტირებული და როგორ გიქცევით, ჩემ პირად გამოცდილებას განდობთ. მას ასე, ყოველ საღამოს, როცა დაწვევით საკუთარ საწოლში, როცა განმარტოვდებით რა საკურველია, დახუჭავთ თქვენს ლამაზ თვალებს და დაიწყებთ ფიქრს ზუსტად იმ სურვილზე, რომელ სურვილზედაც გვინდა, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, რეალობა ახდეს. ანუ ის ემოცია, ის სიხარული, ის აღფრთოვანება, ის აღტაცება, რაც უნდა გამოიწვიოს ამ ახდენილმა სურვილმა, ჩაფიქრებულმა სურვილმა, ყველაფერი განიცადეთ. თითქოს ეს უკვე მოხდენილია და უნდა თქვათ, ჩემო ძვირფასებო, მადლიერების შეგრძნებით, მადლობელი ვარ, რომ ეს ჩემ ცხოვრებაში უკვე არის. ეს, ანუ ეს შეიძლება რა იყოს, ან დინი იყოს, ადამიანი იყოს, ან რამე საგანი იყოს, ნებისმიერი რამ, რასაც სურვილის მთავარი ობიექტი ერთმება, თქვით, რომ მადლობელი ხართ, რომ ეს უკვე არის ჩემს ცხოვრებაში. დიახაც, დიახაც. ამას ვაკეთებთ 7 ღამის განმავლობაში. ოღონდ თავარი, აუცილებელი, ხაზგასმითი პირობა. ამ სურვილზე არავის არ უყვებით, რაც შეიფიქრეთ, რომ ახდება სურვილი, მერე უთხარით. ერთი კვირის მერე ბრუნდებით და კომენტარებს წერ და ახლა ამ მომენტისათვის მე მინდა რომ კომენტარებში დაწეროთ სიამონებით ვიღებ. გაიზიარეთ, იყავით ემპათი, ადამიანებსაც უთხარით ამის შესახებ. მე არ გეუბნებით რომ არ უთხრათ, რომ ამ ტექნიკას აკეთებთ. არა, უბრალოდ რაც ჩაიფიქრებთ, ის არ უთხრათ. როცა აგიხდებათ ერთი კვირის 10 დღის მერე, აუცილებლად უთხარით, აი ის ტექნიკა ქურუმიქალის ტაროზე რომ ვნახეთ, ახდა ხალხო ახდა და ეს გაატირაჟეთ. აცადეთ სხვებსაც, ვიღაცამ შეიძლება ვერ ნახოს, თქვენ ეს ყველაფერი აძეგით და მიეცით. აძეგით და აჩუქეთ, აძეგით და გადაეცით. აი ეს თავარი ეგრეგორი ქმნის მერე ამ სიყვარულის დიდ გუნდას, რომელიც მერე ლამაზად გვაწვდის. მე მინდა კიდე ერთხელ გითხრათ, არ გავაგრძელო ბევრი, მარტივად არის საქმე, ნუ გაართულებთ, ესე გააკეთეთ, მადლიერება ყოველთვის იყოს ჩვენი, არც მეტი არც ნაკლები, ამომავალი და ჩამავალი წერტილის, ვისაც უნდა დახმარება, მე მაქვს ძალიან კარგი ტექნიკა კიდე ფოტოთილისმები, თქვენს შესაბამისად ეს იქნება